საქართველოში ტურისტული ნაკადების რაოდენობა გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ წლის პირველ კვარტალში თითქმის მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა. ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ტურიზმის ადმინისტრაციის გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე ირანიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან. 60 წელს ზევით მომხმარებლების თაღლითობისგან დასაცავად ეროვნული ბანკი წესებს ამკაცრებს. რეგულაციის მიხედვით ბანკები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან უფრო მკაცრად შეამოწმონ 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების საეჭვო ტრანზაქციები. თუ გადახდის ოპერაცია 500 ლარს აღემატება, ან დაკავშირებულია მაღალი რისკის სფეროებთან, როგორიცაა მაგალითად ონლაინ ინვესტიციები, ფორექსი, აზარტული თამაშები ან ვირტუალური აქტივები, ასეთი გადახდა შეიძლება დროებით შეჩერდეს. წესი თავდაპირველად მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება და ძალაში სექტემბრიდან შევა. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საპილოტო პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილების შედეგად თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20,000 ლარიდან 50,000 ლარამდე გაიზრდება. მერის განცხადებით, ბენეფიციართა შერჩევა შეფასებისას უპირატესობა იმ კანდიდატებს მიენიჭებათ, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და მათი ბიზნესის განვითარებისთვის რეალურ კონსტრუქციულ გეგმას წარადგენენ. ცვლილება საფუძვლად პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგის დადებითი შედეგები უდევს. მერიაში ამბობენ, რომ გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა. მეწარმეებმა კი შეიძინეს საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა. უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რომელსაც ტოპ სომელიე ტაკუ იბურუ უძღვებოდა. ეგრეთ წოდებულ როუდ-შოუზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ქარვისფერ ღვინოებს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი კი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობა. ცნობისთვის იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს და გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. ნავთობის ფასების ზრდა გლობალურ ბაზრებზე წნეხს ზრდის. მარტის მონაცემებით საბითუმო ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მაქსიმალური შედეგია. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით ფასები თვიურად 9%-ით გაიზარდა. ზრდის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი ნავთობის მიწოდების რისკებია, რამაც საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობასთან ერთად ბიზნესისთვის წარმოებისა და ლოგისტიკის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდა გამოიწვია. ანალიტიკოსების შეფასებით არსებული მაჩვენებელი პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა, თუმცა საბითუმო ფასების ზრდა, როგორც წესი, დროის ინტერვალით სამომხმარებლო ფასებში გადადის, რაც ინფლაციურ წნეხს კიდევ უფრო აძლიერებს. მათივე თქმით, ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება კვლავ ერთ-ერთ რეალისტურ გამოსავლად რჩება. ტექნოლოგიური გიგანტი მეტა ხელოვნური ინტელექტის ამბიციური გეგმების განსახორციელებლად ჩიპების მწარმოებელ კომპანია Broadcom-თან პარტნიორობას აფართოებს. მხარეებს შორის გაფართოებული შეთანხმება 2029 წლამდე გაგრძელდება და ხელოვნური ინტელექტის პროცესორების რამდენიმე თაობის ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ფარგლებში საწყისი ეტაპისთვის 1 გიგავატის სიმძლავრის გამოთვლითი რესურსია გამოყოფილი, რაც საშუალოდ 750,000 ამერიკული ოჯახის ენერგომომხმარების ტოლფასია. მეტას გეგმის მიხედვით 2027 წლამდე კიდევ 3 ახალი პროცესორის გამოშვება იგეგმება, რომელიც ძირითადად მომხმარებელთა მოთხოვნებზე ხელოვნური ინტელექტის სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს. კომპანია Uber-ი ბიზნეს სტრატეგიას ცვლის და რობოტაქსების განვითარებაში $10 მილიარდ მეტ ინვესტიციას განახორციელებს. Financial Times-ის ინფორმაციით, ფინანსური რესურსი ათასობით ავტონომიური ტრანსპორტის შესყიდვასა და მათ დეველოპერულ კომპანიებში წილების ფლობას მოხმარდება. ახალი სტრატეგიით Uber-ი აპირებს ჩამოყალიბდეს პლატფორმა სხვადასხვა რობოტაქსის ოპერატორისთვის და კომპანია აფართოებს თანამშრომლობას ინდუსტრიის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორებიცაა Baidu, Rivian და Lucid. გეგმის მიხედვით 2028 წლისთვის რობოტაქსის სერვისი სულ მცირე 28 ქალაქში უნდა ამოქმედდეს.